გიფიქრია ოდესმე, რატომ იწყება ყველაფერი ენთუზიაზმით და რატომ თავდება იმედგაცრუებით? პრობლემა შენში არ არის. პრობლემა სისტემაშია, რომელსაც 10 წლეულები აგვტენიან. შენ არ გჭირდება დიეტა, შენ გჭირდება გამოსავალი, რომელიც იწყება ქვეცნობიერიდან. შენ არ ხარ ზარმაცი, არც უნებისყოფო. შენ უბრალოდ გაქვს ისეთი ჩვევები, რომლებიც გაჩნდა სტრესისგან, ემოციური ტკივილისგან, ან თუნდაც ბავშვობაში მიღებული ტრავმისგან. ჩვენ არ გვასწავლეს როგორ ვჭამოთ სტრესის დროს, მაშინ როცა მოწყენილები ვართ. არც ის თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გვიან ღამით ჭამა. როდემდე უნდა გადადო ორშაბათისთვის? 3-4 თვის წინ ფიქრობდი, რომ ზაფხულამდე დაგეკლო ზედმეტ კილოგრამები, მაგრამ ზაფხული ისე მოვიდა, რომ ვერ მიაღწია შენს მიზანს. ყველა ამბობს, შექმენი კალორიების დეფიციტი, იკვებე სწორად და ივარჯიშე, მაგრამ რეალურად როგორ უნდა გააკეთო ისე, რომ მიიღო გრძელვადიანი შედეგი. ეს არის ჩემი პირადი მეთოდი, რომელიც უკვე ასობით ადამიანს დაეხმარა. მათ შორის ისეთებს, ვისთვისაც მანამდე არაფერმა იმუშავა. ძალიან დიდი მადლობა ლაშას ყველაფრისთვის. მივახციეთ ჩემს სასურველ წონას 6-7 კილო. იყო ჩემგან ძალიან ბევრი კითხვები. არასდროს არ მიმიღია ლაშასგან გულგრილი პასუხი. ესეთი რაღაცები რაც ვიცოდი, რომ თურმე მე სწორად ვიცოდნია იყო პირიქით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ლაშა. ვისწავლე ისეთი რამეები, რაც სულ უნდა მეყოს მთელი ცხოვრება და არ ვიცი, კიდევ ვერ გამოვხატა იმის ემოციებს, რა შედეგიც ჩემთან იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ორი სიტყვით მინდა გამოვხატო მადლობა ლაშას მიმართ, იმიტომ რომ მოვხვდი ლაშას გუნდში, ვიყავი ლაშას მენტორობის ქვეშ და მივაღწია იმას, რაც მინდოდა ყოფილიყავი ცხოვრებაში. ვინარჩუნებ წონას და ვარ ის წონა, რაც ყოველთვის მინდოდა. პირველ რიგში ვისწავლე ჩემი თავის სიყვარული, მიზნისკენ უფრო სწრაფად სიარული. 1000 რაღაცა მქონდა აქამდე გაკეთებული, რამაც რა ვიცი, არაფერი არ მომცა. ლაშა შენ გახდი ჩემი мотиваცია, რომელმაც მართლა მიზნებისკენ უფრო სწრაფ სიარული მასწავლა. წონას ვინარჩუნებ, იმიტომ რომ უკვე გამიჩნდა ხასიათში, დისციპლინა გამომიმუშავდა იმისი, რომ არ უნდა გადაუხვიო, შეიძლება ერთ-ორჯერ დაარღვიოს ყველაფერი, მაგრამ უნდა გააგრძელო, არ უნდა დაეცე, არ უნდა ჩამოყარო ყურები და ბრძოლის უნარი უნდა გაგაჩნდეს ყოველთვის. შეიძლება ყოველთვის ერთნაირად არ იყოს, მაგრამ არასოდეს ხელი არ უნდა ჩაიქნოს შენს ოცნებაზე, შენს მიზანზე. ვინც ლაშას ჯგუფში ხართ, ჩათვალეთ, რომ ბედნიერი ხართ და თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ვითომ ეს ესეთი პოზიტიური ადამიანი არის თქვენი მენტორი, როცა ესეთი ქულიანი ადამიანი არის თქვენს გვერდით, როცა ყოველი წუთი და წამი აინტერესებს თქვენზე, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ის იქნება, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვენი წონა, თქვენი ცხოვრება, თქვენი მიზანი და ამით კიდე ბევრ რამეს ისწავლეთ და ბევრ რამეს მიაღწევთ. სხვა რაღაცებზე გაგიჩნდებათ იმის ბრძოლის უნარი, რომ აუცილებლად უნდა მიაღწიოთ. თავარი მიზანი დაისახოთ და თავარი საკუთარი თავების გჯეროდეთ. მადლობა ლაშა ძალიან დიდი. და მიხარია რომ შენთან ვარ და ვიქნები მუდამ შენი ჯგუფის და გუნდის წევრი. გამარჯობა, მე ვარ სალო, 31 წლის, 3 შვილის დედა. ლაშასთან კონსულტაცია გავიარე 3 თვის წინ და მისი მენტორობით დავიწყე სწორი კვება. დღეს ვარ -13 კილოგრამით ნაკლები. როდესაც დავიწყე, არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში მექნებოდა ეს შედეგი, რაც მინდოდა. თავიდან როდესაც დავიწყე, ძალიან მეშინოდა და ნერვიულობდი, იმიტომ რომ მეგონა ვერ შევძლებდი, ძალიან რთული მეგონა, მაგრამ პირიქით არის ძალიან მარტივი, უფრო მარტივი ვიდრე ის, რომ როდესაც ყველაფერს ჭამ. მარტივია, იმიტომ რომ ჭამ ყველაფერს, რაც არის გემრიელი და ჯანსაღი და არ გეშინია, რომ ზედმეტი მოგება და მოიმატებ. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შენს თავში შეგიძლია გაუკეთო, არის ის, რომ იკვებო სწორად და ჯანსაღად, იყო ფორმაში და რაც მთავარია ჯანმრთელი. შეუძლებელი არაფერი არ არის, თუ მოინდომებ და აუცილებლად უნდა მოინდომო შენი საკუთარი თავისთვის, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ. ყველაზე მნიშვნელოვანი წონის კლებისთვის არის აზროვნების შეცვლა. როცა შეცვლი აზროვნებას და დაიწყებს სხვაგვარად ფიქრს, ზუსტად მაშინ დაიწყება რეალური ცვლილებები შენს ცხოვრებაში. მე შევქმენი წონის კლების კურსი სახელად კვების ფსიქოლოგია, სადაც გაგიზიარებ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც დავაგროვე ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს არ არის მორიგი დიეტა, ეს არის გზა, რომელიც დაგეხმარება განთავისუფლდე მავნე ჩვევებისგან, სადაც აღარ ითვლი კალორიებს, აღარ იბრძვის საკუთარ თავთან და იწყებ ჭამას ისე, რომ პროცესიდან მიიღოს სიამოვნება. 25 გაკვეთილი სწორი კვების ფსიქოლოგიის და ჩვევების ფორმირების შესახებ, სადაც კვირაში 2 ჯერ გაიმართება ლაივები. მიიღებ კითხვებზე პასუხს და რეალურ მხარდაჭერას. ვიდეო გაკვეთილები კი ჩატარდება პირდაპირ ეთერში Telegram-ზე. ამ კურსზე ასევე საჩუქრად მიიღებ კვების რაციონის შედგენის მასტერ-კლასს, 40 ჯანსაღი კერძის რეცეპტს და კვების ლექციას, როგორ დავარღვიოთ სწორად. თუ მოხდება ისე, რომ ვერ დაესწრები პირდაპირ ეთერს, ჩანაწერიც იქნება და ნებისმიერ დროს შეძლებ ნახვას. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც 25 ევროდ. კურსზე მიღება იწყება ამ წუთიდან და გაგრძელდება 25 ივნისამდე. თუ დღესვე დაიწყებ, 25 ევროს ნაცვლად გადაიხდი სულ რაღაც 15 ევროს, ანუ 48 ლარს. 48 ლარად ის ცოდნა და გამოცდილება, რაშიც ასობით საათი დავხარჯე. მე მგონი ღირს. შემდეგი თვიდან კი ფასი გაიზრდება და გახდება 25 ევრო, ანუ 80 ლარი.
დაწერე კომენტარებში რიცხვი 25 და გამოგიგზავნი დეტალებს. ამ ნაბიჯით შენ გახდები იმ გარემოცვის ნაწილი, ვინც საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში დაიწყო ცხოვრება. შენ უბრალოდ მიეჩვიე სისტემას, რომელიც გრძელ ვადაში ვერ გეხმარება შედეგის მიღწევაში. უკვე დაემშვიდობე დიეტებს. მაშინ გელოდები გუნდში. დაწერე კომენტარებში რიცხვი 25 და დაელოდე დეტალებს.